ელექტრომობილების სერიოზული გამოწვევა თუ არ იქნება რეგულაციები, ეს ენერგოქსელის არასტაბილურობას გამოიწვევს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელმა თორნიკე დარჯანიამ გააკეთა. რამდენად ჩნდება რისკები არსებული ენერგოქსელისათვის გაზრდილი ელექტრომობილების იმპორტის ფონზე ქვეყანაში და რა შეიძლება იყოს გამოსავალი ბიზნესი, მათ შორის გამოდის ინიციატივით, რომ ელექტრომობილების დამუხტვის დღის და ღამის ტარიფები განსხვავებული იყოს. უფრო მეტი დეტალით ანუკა ჯოხაძე გვერდება, რომელმაც საკითხზე სხვადასხვა პოზიციები მოისმინა. ანუკა, საღამოშიტყვის. ბექა, საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი ყოველწლიურად იზრდება. მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში ქვეყანაში მაგალითად 39 მილიონი ამერიკული დოლარის 2214 ერთეული ელექტრომობილი შემოვიტანეთ, მაშინ როცა 2021 წლის იმავე პერიოდში იმპორტით მხოლოდ 104 ერთეული ელექტრომობილი შემოვიდა საქართველოში. გაზრდილი იმპორტის ფონზე დარგის ექსპერტები თვლიან, რომ რისკებიც მატულობს, მით უმეტეს მაშინ, როცა დღეს ახალი თაობის ელექტრომობილებს უფრო მეტი ელექტროენერგია სჭირდებათ იმისთვის, რომ დაიმუხტონ. სწორედ ამ გამოწვევაზე საუბრობს საქართველოს მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელი თორნიკე დარჯანია. მისი თქმით, ახალ ელექტრომობილებს შეუძლიათ მიიღონ დიდი სიმძლავრის ენერგია, რაც პრობლემებს წარმოქმნის. დარჯანია საუბრობს დარგში ახალი ინიციატივების მნიშვნელობაზე იმისთვის, რომ არსებული ქსელის გადატვირთვა არ მოხდეს. ახალი ელექტრომობილები უკვე ქსელიდან შესაძლებლობა აქვთ მათ, რომ მიიღონ 100 კილოვატი-საათი სიმძლავრე დამუხტვისას. ანუ მაგალითისთვის, რომ შევაერთოთ 10 ცალი ელექტრომობილი და დავიწყოთ დამუხტვა, 1 მეგავატის სიმძლავრე შეიძლება კი 1 მეგავატის სიმძლავრის ელექტროენერგიის მოხმარება გაჩნდება უცებ ისე, რომ ამას ვერც გავიგებთ. თქვენ ხო ხვდებით, ეს მობილობაა, ანუ ვიღაცას გადაადგილდა და განიმუხტა მისი ელექტრომობილი და უნდა დამუხტვა. ამიტომ ეს გამოიწვევს აუცილებლად ქსელის არასტაბილურობას, თუ არ იქნა შემოღებული რეგულაციები ამ თვალსაზრისითაც. წამახალისებელი, მაგალითად, ღამე უნდა იაფიღირდეს უფრო ელექტრომობილის დამუხტვა ვიდრე დღისით. 1 მეგავატის სიმძლავრე შეიძლება რომელიღაც სოფელს არ ქონდეს. და ამ დროს 10 ცალი ელექტრომობილი იმუხტება და მთელი ეს 10 ელექტრომობილი ქმნის ერთი რაღაც სოფლის დატვირთვას. შესაძლო რისკებზე საუბრობს ელექტრომობილების დამტენების ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის E-Space-ის დამფუძნებელიც დავით იოსავა ამბობს, რომ სწრაფი დამუხტვის საშუალებებზე მოთხოვნა დღეს მზარდია, შესაბამისად აუცილებელია დღის და ღამის ტარიფების შემოღება მოხდეს. მისი თქმით, იმისთვის, რომ პერსპექტივაში ქსელზე დატვირთვის შემცირება მოხდეს, უნდა დაწესდეს ელექტრომობილების დამუხტვაზე უფრო დაბალი ტარიფი ღამის საათებში, მაშინ როცა საყოფაცხოვრებო მოხმარება შედარებით მცირეა. თუმცა ამასთან მისი შეფასებით შესაძლებელია სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაც. საქართველოში ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ღამის ტარიფი შემოვიდეს. ბევრი რაღაცთვის იქნება ეს ძალიან კარგი. პირველი იმისთვის, რომ მოგვცემს დიდ დროის პერსპექტივას უფრო, რომ ქსელი მოწესრიგდეს. ანუ ეხლავე რა დაიწყო ქსელი ვერ დაეწევა ფიზიკურად. ეს ცოტა შეამცირებს დატვირთვას და მოგვცემს ამის საშუალებას. არის პირიქით ისეთი ადგილები, სადაც სოლარის გამომუშავება ძალიან ეფექტური არის. ძალიან კარგი ახალი გაკეთებული ქსელია, ასე ვთქვათ რა. და შესაძლებელია იქ რომ მოეწყოს ავტოპარკების ლოკაცია, სადაც შეიძლება დაიმუხტოს მანქანები, ბევრი დამტენი ერთად დადგეს, მწვანე ზომა და ასევე რაღაც ინიციატივები იმ ლოკაციებზეც გამოიყოს ცალკე. ამ ეტაპზე მნიშვნელოვან რისკებს ვერ ხედავენ ენერგეტიკოსების ნაწილი. მათი შეფასებით ჯერჯერობით არსებული ქსელი საქართველოში დარეგისტრირებული ელექტრომობილების დატვირთვას გაუძლებს, თუმცა ამბობენ, რომ აუცილებელია ქალაქებში ელექტროდამტენების ქსელი სწორად იყოს დაგეგმარებული იმისთვის, რომ ერთი მხრივ მომხმარებლებმა შეფერხებების გარეშე შეძლონ ავტომობილების დამუხტვა, მეორე მხრივ კი კონკრეტულ ლოკაციებზე არ იყოს განსაკუთრებით დიდი დატვირთვა და მისი გადანაწილება მოხდეს. ოჯახის პირობებში ჩვეულებრივ 220 ვოლტიანი ქსელით რომ დამუხტოთ მანქანა, ეს ნიშნავს უბრალოდ ერთი ტოსტერის მოხმარებას. რაც შეეხება მძლავრ დამტენებს, იქ მოხმარება სადღაც 12 კილოვატია. არც ეს არ არის ის რაოდენობა სიმძლავრეში, რომელმაც შეიძლება ქსელს რამე პრობლემა შეუქმნას. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ თუ ასეთი პრობლემა ლოკალურად რომელიმე უბანზე, რომელიმე კონკრეტულ ადგილას შეიქმნება, მისი გადაწყვეტა მარტივად შესაძლებელია გამანაწილებელი ქსელების დახმარებით.
როგორც ცნობილი, ელექტრომობილების იმპორტი იზრდება, თუმცა ინფრასტრუქტურა ამის პარალელურად არ ვითარდება, რის გამოც ამ ტიპის ტრანსპორტის მიმართ ინტერესი ქვეყანაში მაღალი მაინც არ არის. ელექტრომობილების იმპორტიორი კომპანიები ამბობენ, რომ მთავარი ფაქტორი, რის გამოც მომხმარებლები ელექტრომობილებზე არჩევანის არაკეთებენ, ელექტროდამტენების ქსელია, რომელიც გამართული არ არის და არსებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. პრობლემა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში დგას, უფრო მეტ საკითხზე ჩვენ შემაჯამებელ გამოშვებაში მოისმენთ. მადლობა, ეს ანუკა ჯოხაძე იყო.